გეფიცები მეც არ გელოდით. ოღონდ მართლა არ გელოდით და რაც დრო გადის და ანუ ამ მდგომარეობაში მოდივარ თქვენ და თავი ნენელა მეწეწება. არა უშავრა. ბლინჩიკები თითქმის გავედი ბოლოში. ესენია ძველებული ისინი ალბათ გიხსოვებათ და გეცოდინებათ. ერთ ჯამში ჩაეტია 36 ცალი, აი ესეთი კაი ზომის. 40-44 და 50-მდე მაინც გამომივიდა ჩვეულებრივი ზომის ბლინჩიკები ნანუშკის რეცეპტით. არა, 2 წუთი. მოვქაფოთ ამას ვეცოდი ამდენი ხანი. ხაშლამადავს ვიხარხნოთ პარალელურად. ხო და საქმეები კიდე ბლომად არის რა. კარგად გავრეცხება, კაფეინდენად კი არა აქ. ატომები წყალი გავასწრე, კარგად გავრეცხება და ესე დავდგე. რაღაცა მაინც იწევა, სანამ კარგ გამოვიდეს ამოვიღოთ. თორე მე ლაშა იყოს მოკაფე, ხოლმე დამეფიცებოდეს რომ მოვქაფია რა. აუր წამის მომოთოლა. ბლინჩიკს მოვჭი რა და თან პარალელურად ამაზე ეს დავდგი რომ სანამ აქ ვარ მეთქი ბლინჩიკთან ეს მოვქაფო. ეხლა ამაში უნდა ჩავაგდო წიწაკა. მოიცადე ეს არის. გვალი შავი პილპილებია. ამაში უყრით ხოლმე ესე. კაი ხოლმე და კათალეთ ხარიშ. წესით რომ მოვქაფო მე უნდა. ერთი სიტყვით და ორი გაგებით. ეხლა მაშინ უნდა ჩავაგდო ხახვი მთლიანი, წიწაკა და 2 კბილი ნიორი. всё, მასაღალი რეცხავ. ამასობაში ეს სამოვაბრძანო. ვინმე დაბებროწა. და აი ყოს აღარ ხმარო იმდენად ცოტა გავაგრილო. რომ ცოტა მეტი მოვიდა. იმდენად ცოტა რომ ყოს აღარ ვხმარო. მეგონი 1 საათს გამოვა. ამ ნახოთ თლიანობაში რამდენი გამოვიდა და რას ვაკეთებ ამის შემდეგ. წეგანაშა მოვიდა და ისე წავიდა დაბადების დღეზე. ხო და რადგან 31-ში ძირითადად ლაშამ გააკეთა, რაღაც იმეც გავაკეთე, მაგრამ 31-ში წამკვდარი ვიყავი ეგრეთ წოდებულად და მე უფრო დილით და საღამოთ ვიმუშავე. 31-ში ლაშა მიმუშავა, ეხლა რაღაცნაირად კარგ განწყობაზე ვარ, მიუხედავად იმისა, რომ კიდე ბლომად საქმეა. მეთქი მე ვიზავ, მე დავდგავ და ეხლა რომ ბლინჩიკს მოვჩები, დიდი ქვაბით აქ დავდგავ წყალს და სანამ წყალი ადუღდება, მე წავალ და რას ვიზავ? საკათმეში სიკვდილით მოველანდები 2 ქათამს, 1 დედალას და 1 მამალას. всё, ბლინჩიკს დამთავრებულად ვაცხადებ. იმედია მორჩება თუ არა და კატების ის იქნება ეს არა იყო. ისოებს გავუყოფ ამას არა უშავრა. ამათა ცხოვრობთ აი რომ ისხედა და მიხდება. და პლუს დამრჩება ის რა ქვია, მას გავთიშა, იმიტომ რომ საკმარისია. ეს მორჩი რომ შევდორა იმაში რა ქვია მაცივაში. აი ძალიან ცოტა გადარჩა და საერთოდ მე რაღაცას რო ვაკეთებ, ხოლმე არ არსებულია რომ რომელიღაცა დამრჩეს. აი ხინკალსაც რო ვაკეთებ ხოლმე, ზუსტად ისე მყოფნის, როგორც საჭიროა რა, ანუ არანაირად ცომი იშვიათად რო დამრჩეს, გურზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. ხო, ეხა იმედია რომ ზუსტად მეყოფა რა.
ხახნო გააკეთეთ ნანუშკის რეცეპტით ბლინჩიკების ცომი, არ ვიცი, იდეალურია. რას ვიტანჯებოდი, აი დავიბროწა. არც ერთი ცალი არ გამხევია, აი ეხლა მივიცე მაგეიმად ისა კატებს. გავუყოფ 4 ტოლ ნაწილად და ვაჭრე. ყველაზე თავარი რა არის ბლინჩიკის საერთოდ ეს დადავიბროწა. როსკდება ხოლმე, ხო იცით? არ მოვიდა ეგეთი რამე. აი რო გამზადებ და მაცივარში ვარ და ისინი აი ეს როსკდება ეს, ნახეთ. ხელი. გული თუ დამრჩა, არა უშავ რა, იმდენად მომეწონა, რომ ვერ გაუბედე წეღანჭამა, რომ მეთქი არ დამაკრდეს და გადავირყავ გემრიელად. თან დღეს მესაჭმელი არ მიჭამია, ესე რაღაცეებს რო ვაკეთებ სინჯა. უი, ხო, ტორბა შევჭამე ესა ერთი წელი, გავსინჯე და ძალიან კარგი გამომივიდა. ჩემ უფროს მივწერე და პასუხს ველოდები. თუ მუშაობ ხვალე, დღეს დავკლავ ქათამს. თუ არ მუშაობ, დღეს და ხო, თუ არ მუშაობ ხვალე. მაგრამ სავარაუდოდ დღეს დავკლავ, იმიტომ რომ აი იმაზე ვარაფრია, ტალღაზე. არ მეზარება და რატომღაც ვერთობი უფრო. თან თქვენთან ერთად რო ვაკეთებ ხო საერთოდ და თან რა ხდება იცი? ეხა მე რო არ ვმუშაობ. ეს თვის ბოლოს ჩემს ხელფასზე აისახება, იმიტომ რომ მე ვარ გამომუშავებაზე და ამ თვეში პრინციპში აგე ნახევარი თვე გავიდა, არ მიმუშავია, შესაბამისად არ მაქვს სანაზღაურება. ამიტომ მივაწვეთ YouTube-ს. თან როცა ხასიათზე ხარ და რატომაც არა, აეკრე რა. მაშ თორე იანვარი სადაც YouTube-ის მხრივ ჩაგდების ის არის ხოლმე. დამჭა სულ ცოტა გული. ეს არის ბოლო. ხოდე ხმას გავყენი გემრიელად ბოლო ნაწილს. არა, ცუდი გამოვალ მას. ეხლა დავთვალოთ სულ რამდენი გამოვიდა. ერთი ცალი შევჭამე. 36 ხო იქ არის 40, 42, 44, 46, 48, 50, 51 გამოვიდა ზუსტად. და ნუ ისიც რომ ყოფნოდა 52 იქნებოდა. ასე რომ წოლე ხალხებს დავიბან, ჭურჭელს მოვაწესრიგებ და ქათმებს შევცვიდეთ. რომელი დახრის თავს და წამოყვება მორჩილად. მოკლედ ხაშლავაში ჩაყრილია ყველაფერი და დავდგი ქათმის წყალი. უი მოიცათ. ქათმის წყალი დავდგი მოსახარშად და არა გასაკუტად. ერთი წამით ერთი წამით ხალხნებო ეს უნდა დავდგა იმისთვის. რა ქვია კაცო? გასაკუტად. თუ გაიხსო თუ ვინმე მკითხავს რა თუნდა ხაშლამასო, უი დაფნავს უნდა ჩამეგდო. ეს რაღაცები არ ვიცი, სუმას ეხაშავს ხოლმე ლაშა. მერე იღებს რა თქმა უნდა და აგდებს. ეს დავდგათ და შევაერთოთ რომ ადუღდეს და ჩვენ წავედით საკათმეში შევუვარდეთ ვილკით. არა, რა ცელი და უნდა გამოვასალმო სიცოცხლეს ქათმები. ხო, მაგაზეც რომ მკითხავთ, არ გეცოდებაო, მეცოდება. საკუთარი ხელებით გაზრდილები მყვანან. აი ეს არის ტოლმის გირი, რომელსაც ესე ვინახავ. ხო, დაფნა, აი, დაფნა აქ არის. იქაც გვიდე გვაქვს რა ქვია. ცოცხალი შემიძლია მოვიტანო, მაგრამ აი პოს ეყოფათ. ჯამი ეგ დავდე უკვე გავამზადე, სადაც ყელწაჭრილ ქათამს მოვიყვან. რაც შეეხება ქათმის დაკვლის პროცესს, მეგონა რომ ვერც დროს ვერ გავაკეთებდი, იმიტომ რომ დედას დაბაბოს უყურებდი ხოლმე. სულ მეცოდებოდნენ ხოლმე და მეთქი აი სისასტიკეს ვერაც დროს ვერ ვიზავ და დაახლოებით ვიყავი ალბათ
12-13 წლის, როდესაც სახში არავინ არ იყო და ქათამი გახდა ცუდად და მახსოვს რომ ანუ ქათამი თუ ცუდად გახდება და მოკვდება უნდა გადააგდო რა და არც ეგეთი ფუფუნება არ იყო რომ მაშინ რომ მომკვდარი იყო და გადაგეგდო იმოდენა ეს ფუმბულებისთვის წვალების იმით რა ხო და არც არავინ არ იყო საერთოდ და პირველად დავკალი ქათამი აი ხა წარმოვიდგინეთ ბარბარემ დაკლას ქათამი აი ეს სიტუაცია იყო ზუსტად ნახე ეგ გაისო რაღაცებით იმიტომ რომ კურდღლების ხარე დაალაგეს გუშინ ლაშამ და იოანე აი მაშინ გვიდევთ სული და ხა გამოვაბრძანეთ და დაკულის დროს თვალებს ხუჭავდა. შეიძლება ერთხელაც მარჯვენის გარეშე არა, ქარა ის სული. არ არის ის სული, იმიტომ ჯერ ეს ეგ უნდა მოვამზადოთ. ეხლა იმ კუნის გავიტანე ცოტა იაქეთ. ასე დავისვარე, მაგრამ არა უშავრა. იმდენჯერ დავისვრები კიდე. ჯერ სანამ დავამთავრებ, ერთი ცუდია რომ ბნელდება რა და არ მინდა. არ დამინდა რომ დაბნელდეს. სული მოვიტანოთ, გავამზადოთ, რომ მე ქათმით არ ვიარო. ყველაზე მაგარი გამახსენდა. ესეც გასაკეთებელი მაქვს. გვიხარია და ვიწყებთ. რა პრობლემა? აბა სული. არა ეს არ არის. აბა. კბილინე ნახეთ, ხალხნებო. მარჯვენას მომაჭრის ან მარცხენას რითიც გათაბიჭერო. ანუ დარტყმის პროცესში. თვალები მაქვს ხოლმე დახუჭუ. დადით ახლა. წავედით. უნდა დავკლა მამალა. თანჩი რომელი მამალა, რომელიც ყველას ჩაგრავს, აი ეგა. და თავისივე დედა. აი ეს თეთრი უნდა დავკლა თავისი შვილი თურთ. ხო და ეხა გაჩერდი საქართველოში შევალდე და ვნახოთ გამარჯვებული რომელი გავა. აი ჯვადაბა, დაიცა მოვიდება და აბა შევიდა. ერთი წამით აბჯარი შევიკრებ და მამალთან მივიდივარ საბრძოლველად. აბა შენ რომელი ხარ? შედი. ფათაშორი შენ ამჭირდები. მოდია. გამოდი. ჯანდაბეწოს ახლა რო გელაპარაკები ატლა. მოდი შენ გადი. კაი ადგილას მივყავხარ. რა გაკივლებს აღარ შეგცდება, აღარც მოგშივდება. დაწყნარდი? რა გაკივლებს? ცოტა ფსიქოლოგიურად არის მოსამზადებელი. ოპას. თქვენ არის ნერვიულობ? მოვალ. ეხლა გაჩერდი კაცი. ეს კარები ვიღაც თავუკები. შეიძლება იგე.
გაჩერდი, ნუ ხმაურო. გაჩერდი. თრათეკეთ სადისტი არა ვარ. რო განახოთ რას უშვები ამ გადამს და შემოიამაზო, გახსოვს მე ეს იცი რა. ცოტა ხანი გაჩერდი, წუთი გაჩერდი. უნდა გელაპარაკო. ეს ცი რომელია? თუ მოვძებნე კადრი განახებთ რომელიც არის. საკუთარი ხელით რო გავზარდე, ეს საზიზღარით, ეხა მე ბლატავებად მე ფხორება აქ. ხო ჯანდა. წავედი რა მოკლედ. მალე მოვალ. ცოტა სალაპარაკო გვაქვს მე და ამას. სხვადასხვა მარტო ეს კი არა მეც ფსიქოლოგიურად მოსამზადებელი ვარ. ამ პროცესს ძალიან ადვილად ვერ ვაკეთებ, მაგრამ რა მიტრიერ თვალებში რომ მიყურებ, არ შემიძლი ხარ? რა, გინდა ეხლა ძალიან ენა განექცა. კარგი. მოკლედ წავედით. მოჩ. ზინაღი კატები. სუნავენ რა ცხოველი დევს იქ. შეგეშინდა, დები, გამოდი. სანამ ეხლა ბნედას დაგცევთ. წყალიც თუ ადუღდა? ადუღდა? თუ არ ჩამირთვი, ახლა ხუია თუ ადუღდა. ეხლა გამორთული. ამცაც ჩავთავე ხოლო. და დავასხათ. ჩვენ მამალას. აბა იქით ჩქარა. მოუსვი. ეხლა რომ წამოვიხტეს და გაიქცეს. იქნება გადამიგდოთ ეხლა ეკა. ეი. ფოტოშოის ეს არის ახალგაზრდა მამალა, წლევანდელია და ბევრი ისა. ბევრი რამეები არ უნდა. ერთი უნდა ბაჟეში გავაკეთო, ხალხს უნდა. ერთი ისე გვალად. ხოდა. ეხლა გამახსენდა რომ ბადრიჯანი შეწვის დროს უნდა დავამტვიო კაკალი. ოღონდისა, იცი როგორ ვამტვრევ კაკალს? ჩაფუჩით არ ვამტვრევ, იმიტომ რომ ის ხელით უფრო მიადვილდება ხოლმე, ამიტომ ბავშვები საერთალ პროცესში წინაზე ლაშამ გააკეთე გამბავი და ანუ ძალა უნდა რა და თან ძალიან ისეთი გასაკეთებელია. არის ფანტება და ძალიან ადვილი. მაშინ წყალი არ უნდა იყოს, თორე ხებს გამაფშეკინებს. ეგ ცოტაც გაცხელეს. წავედი ახლა. თუ არ დამაღამდება, მოვალ კიდე თქვენამდე და განახებთ თუ რავი უქენი კიდე. ხო, მეორე დედალაც ველოდები. აი, ყვან. მეცემი პრინცესა. სახეში აქ იტყლაშულა. მიდის. მიდი. მოდი ახლა. წამოდი. ტინგლები. ერთი ბეწო. ეს რა. წადი მიდი, წადი შედი. თუპი წყალი გაქვს. სულ გადასწიეგა. ხილად ფეხში არ მოიწყო. რას უშვები გეფიცები ამ ქათმებს? ისე ჩამოვყავ, არა იმაშვებიან. ჩასვი, ქალო. არა დააფარო, არ უნდა მაგის დაფარო. აი, ბავშვებო, აქ რა გინდათ? წამოდით. აჰა. დაგვაღამდათ კი არა, დამაღამდა თუ როგორც ახთია მაგას. მიდი დაიჭე. აუ, პატარა მინდა რა მე. მე დიდი ჩენი იყოს შვილო. დიდი ძალიან ძიმეა. ვაი. დამაღამდა. ბადრიჯანს დავჭრი ახლა დავაყრი მარის და დავანებებ ცოტა ხანი თავს. ავალ მაღლა ყავას დავლევ და ნიგოს გავარჩევ. ნინო, არ უნდა ეგ, საერთოდ არ უნდა დევნა ეგრე. კუთხეში ნელა მიდი და ჩაკვდა ნენელენ და ისე დაღალა.
დაიცა შვილო დაწვება ეხა და ისე აიყვან. მოკლედ დღევანდელი დღეც ისე მორჩა რა. ჯერ კიდე არ ვიცვალე მუშაობ თუ არა. თუ მუშაობ დილთადრე ავდგები და ოთახებსაც მოკრა მოკრავ ხელს, მოკლა ქათამი. იმიტომ რომ დაბლა უნდა გავშალოთ საკეიფო ოთახში, იმიტომ რომ ბევრი მიქნებს. ეგ რომელია? მომეციეკ. აი მე მომეციეკ. მოგამოდი ერთ წამი გარეთ. მოდი შემოლავოს დასვი. მოდი შემოპატარა წამ. მოდი შემოლავაზო წამოდი. ეს ვინ არის აქაო? აბა, ზედარ დაადგე არ გაჭყლიტო, ეგ პატარა ბავშვები. მოდი ხარ. აი მე ესე იგი, მაგას რო სკლინტიანი ჰქონდეს ფეხები, ეგ უნდა მიიხუტო მაგ სუფთა ხალათზე. აჰა. ჩამოიგებ. ეს კაკალი გვჭირდება. ეხა პრინციპში მოდი ამას წავიღებ. კარები გამოხურე და დაკეტე, მოდი. გამოხურე. მიდიბარე მკურდღლებისაც დახურე. მიდი. ნაჭამი აქ წეღა ნაჭამა. ცოტა დროზე რა. აი მაღალთა ჩასაკეტით ჩაკეტე. გადი ტუპი აწამაქციო. წავედით. ხვალამდე დაგებშნობებით ხალხნებო. ეხლა გადმოვყრი კაკალს და წავედით მაღლა. ესე იგი ბაჟესთვისაც უნდა გავაკეთო, ნიგზისთვისაც უნდა გავაკეთო და გოზინაყისთვისაც გრიალებ რა. აი აქ დავდებ მამარდასთან ყურადღებით და აი ესე. აჰა, ესეც ესე ხალხნებო. რაც შეეხება ტოლმას კი არა და ბლინჩიც გამოვიდა 52 ცალი. ბევრმა დამიწერა რომ ბლინჩიკების ცომიო ინტერნეტში ქვეყანაო და ძალიან ბევრი გამიკეთებია, ბევრნაირი და ბევრი რეცეპტით და ყველა კარგი გამოდის, მაგრამ აქამდე რაც დამიტესტია, აბსოლუტურად ყველა ჯობია ეს, რაც დღეს გავაკეთე, რაც ნანუშკისგან ვისწავლე და ამის შემდეგ აღარ დავტესტავ სხვა რაღაცებს და აღარ დავმოვძებნი ინტერნეტში არაფერს, გამოვაცხობ ყოველთვის ნანუშკის ბლინჩიკებს აუცილებლად, ასე რომ სხვა ნებისმიერ ვიცით გინდათ, როგორც გინდათ იხელმძღვანელეთ, მე კი ვიცი რომ ამის მერე ნანუშკის რეცეპტით გავაკეთებ ხოლმე ქათამი ამოვიდა. ეს სპეციალურად დიდივაში ჩავსვი და მაინც არ ეტევა. თავი ბოლო. ერთი დედალი, ერთი მამალი, აი ეს. შეიძლება ხაშკამაც უზად არის ახლა ვნახავ და ჭუჭელიც დაგეცხილი. ესეც ესე. დროებით ხალხნებო. წინ კიდე ქვეყანას საქმე მაქვს მე. აბა ჰეი.